სეზონის ბოლო იმედის კვირას ვიწყებს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებით, რომელიც ტელეკომპანია იმედის დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა გორბიმ ჩაატარა. რესპონდენტებისთვის დასმული შეკითხვები მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ მიმართულებებს. ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების ადმინდობას კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილი მისი ოჯახის ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესებას ელოდება და ეს პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება ბოლო 1 წლის განმავლობაში. კვლევის მიხედვით გაიგებთ საზოგადოების განწყობას როგორც მმართველი, ასევე იმ პარტიების მიმართ, რომლებმაც უარი განაცხადეს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე. დავიწყოთ ეკონომიკური ოპტიმიზმით და პირველ რიგში კითხვა. როგორი მოლოდინები გაქვთ თქვენი ოჯახის ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით უახლოესი 12 თვის განმავლობაში? ფიქრობთ, რომ ფინანსური მდგომარეობა გახდება? მოდით ივნისით დავიწყოთ, ბოლო თვით უკეთესი ამბობს 47%, უარესი ამბობს 19%, იგივე დარჩება ამბობს 31%, არ ვიცი, უარი პასუხზე ამბობს 3%. ახლა წავიდეთ გასული წლის დეკემბერში რა ხდებოდა, საინტერესოა მეტი თვალსაჩინოებისთვის და შედარებისთვის. 38% ამბობს, რომ უკეთესი გახდება, 31% ამბობს, რომ უარესი, 24% ამბობს, რომ იგივე დარჩება, არ ვიცი, უარი პასუხზე არის 7%. კიდევ ერთხელ გავიმეორებ კითხვას, როგორი მოლოდინები გაქვთ თქვენი ოჯახის ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით უახლოესი 12 თვის განმავლობაში? ფიქრობთ, რომ ფინანსური მდგომარეობა გახდება? თებერვალში 40% ამბობს, რომ უკეთესი, 22% ამბობს, რომ უარესი, 34% ამბობს, რომ იგივე, არ ვიცი, უარი პასუხზე არის 4%. აპრილის თვეში 43% ამბობს, რომ უკეთესი, 20% ამბობს, რომ უარესი, იგივე ამბობს 34%, 3% ამბობს, არ ვიცი, უარი პასუხზე. 2025 წლის წინა თვის, ანუ ივნისის მონაცემებით 47% ამბობს, რომ უკეთესი. დადებითი სალდო აქ არის 28%, რაც დადებით მოლოდინებზე და კიდევ ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. არჩევანი მშვიდობის შენარჩუნების და ეკონომიკის გაუმჯობესებისთვის. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, მშვიდობა, ეკონომიკური სტაბილურობა და წინსვლა ჩვენი მოქალაქეებისთვის. მოკლედ კითხვა ასეთია: რომელი გამონათქვამია თქვენს მოსაზრებასთან უფრო ახლოს? ქართული ოცნება უკეთესი არჩევანია მშვიდობის შესანარჩუნებლად და ეკონომიკის გასაუმჯობესებლად, ამბობს 61%. 24% ოპოზიცია უკეთესი არჩევანია მშვიდობის შესანარჩუნებლად და ეკონომიკის გასაუმჯობესებლად. არც ერთი არ ვიცი, ამბობს 15%. მშვიდობა, ეკონომიკური სტაბილურობა და წინსვლა. ამ მონაცემების მიხედვით ეს მონაცემები პირდაპირ აჩვენებს იმას, რომ ამ ყველაფრის უზრუნველყოფა შეუძლია ქართულ ოცნებას. ასეთია გამოკითხულთა 61%-ის პოზიცია და აზრი. ჩვენ დავინტერესდით სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობით. როგორია მოქალაქეების დამოკიდებულება, მაგალითად ჯარის, პოლიციის, თვითმმართველობის, მთავრობის, პრეზიდენტის, პარლამენტის და სასამართლოს სისტემის მიმართ? შედეგები ასეთია. პირველ რიგში კითხვა: რამდენად ენდობით შემდეგ ინსტიტუტებს? ჯარი 91% ენდობა, 7% არ ენდობა, არ ვიცი, არ გამაჩნია მოსაზრება, არის მხოლოდ 2%. პოლიციას ენდობა 70%, არ ვენდობი ამბობს 29%, არ ვიცი, არ გამაჩნია მოსაზრება, ამბობს 1%. ადგილობრივი თვითმმართველობა 68% ენდობა, 28% არ ენდობა, 4% ამბობს, არ ვიცი, არ გამაჩნია მოსაზრება. მთავრობა ენდობა 65%, 33% არ ენდობა, 2% არ ვიცი, არ გამაჩნია მოსაზრება. პარლამენტი 62% აქვს ნდობა, 37% არ ენდობა, 1% ამბობს მხოლოდ არ ვიცი, არ გამაჩნია მოსაზრება. პრეზიდენტი ნდობა აქვს 60% ჩვენი კვლევით, 35% ამბობს, რომ არ ვენდობი, არ ვიცი, არ გამაჩნია მოსაზრება, ამბობს 5%. სასამართლო სისტემა 41% ამბობს, რომ არ ვენდობი, 55% ამბობს, რომ ენდობა, არ ვიცი, არ გამაჩნია მოსაზრება, ეს არის სულ რაღაც 4%.
ირაკლი ყობახიძის მიერ შესრულებული სამუშაოების მოწონება. ძალიან საინტერესო ქრონოლოგია მაქვს, რომელსაც ახლა გაგიზიარებთ. პირველ რიგში უნდა გაჩვენოთ დეკემბერი, ანუ დეკემბერში თითქმის 3%-იანი სხვაობაა და ეს კარგად ჩანს და არის იმის შედეგი, რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში და განპირობებულია გარე დავალებებით, განხორციელებული რადიკალური აქტივობებით. აი ახლა ამაზე მეც აღარ ვისაუბრებ. ამ დიაგრამის მიხედვით პირდაპირ ჩანს, რომ იზრდება დადებითი შეფასება პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ყობახიძის მიერ შესრულებული საქმიანობის მიმართ და ახლა კითხვა, რომელიც იყო წარმოდგენილი. როგორ შეაფასებდით ირაკლი ყობახიძის მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შესრულებულ სამუშაოს? კარგი, ძალიან კარგი და ცუდი. მოკლედ, ივნისის მონაცემები გითხარით, რომ ყველაზე მაღალია, ანუ 55% კარგად და ძალიან კარგად აფასებს, მხოლოდ 20% აფასებს ცუდად. დავბრუნდეთ ახლა მარტში, 2024 წლის მარტი უნდა გიჩვენოთ. აქ 44% კარგად და ძალიან კარგად აფასებს, 13% აფასებს ცუდად. მაისის თვეში 41% აფასებს კარგად და ძალიან კარგად, 31% აფასებს ცუდად. 46% ივნისის თვეში აფასებს კარგად და ძალიან კარგად, 26% ცუდად. კარგი და ძალიან კარგი ოქტომბრის თვეში 50%-ია, ცუდს ამბობს მხოლოდ 21% და აქ შევჩერდები. ეს არის თვე, როდესაც ქვეყანაში არის საპარლამენტო არჩევნები. ნამდვილი ბრძოლა, გადამწყვეტი ბრძოლა სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად და ომს შორის. და თქვენ ხედავთ, რომ შესრულებული სამუშაოების კონტექსტში პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ყობახიძის საქმიანობას 50% ოქტომბერში კარგად და ძალიან კარგად აფასებს. დეკემბერზე ვისაუბრეთ და აღარ შევჩერდები. რაც შეეხება თებერვალს, კარგი და ძალიან კარგი ამბობს 45%, 29% ამბობს, რომ ცუდად. აპრილის თვეში 59% ამბობს, რომ კარგად და ძალიან კარგად შეაფასებს, 24% ამბობს, რომ აპრილის თვეში ამბობს, რომ ცუდად. მოკლედ, ეს დიაგრამა ძალიან კარგად გამოხატავს ტენდენციას, რომ იზრდება შესრულებული სამუშაოების მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა პრემიერ-მინისტრისადმი. არჩევნების სამართლიანობის აღქმა ვფიქრობ და გაინტერესებთ და შემდეგი სლაიდი და კითხვა. ამ შემოდგომაზე საქართველოში არჩევნები ჩატარდება. თქვენი აზრით, მომავალი არჩევნები სამართლიანი და დემოკრატიული იქნება. დიახ, სამართლიანი და დემოკრატიული. ამბობს 63%. არა სამართლიანი და არა დემოკრატიული. ამბობს 29%. არ ვიცი, უარი პასუხზე არის მხოლოდ 8%. კიდევ ერთი საკითხი, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან. პირველ ადგილზე ხედავთ, რომ 46.2% არის ქართული ოცნება, რაც საპარლამენტო არჩევნებში მიღებულ შედეგზე 2%-ით მეტია. ხმის ალოკაციით 46.2%. რა ხდება სხვა პარტიების თავს? დაახლოებით ხედავთ, რაც ხდება. ძლიერი საქართველო, ლელო ხალხისთვის თავისუფლებისთვის 10.7%, გახარია საქართველოსთვის 10%, კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა 9.5%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 7.5%, 3.2% არის გირჩი, 1.8% არის საქართველოს პატრიოტთა ალიანსი და სხვა არის 1.1%. ფაქტია, რომ მათ ვინც არჩევნებში მონაწილეობაზე თანხმობა თქვეს, კოლექტიური ნაცმოძრაობა, როგორც მე უწოდებ ხოლმე გადაცემაში, დაწინაურდა კოლექტიური ნაცმოძრაობიდან ლელო და გახარია. ფაქტია, რომ როგორც უკვე გითხარით, მათ ვინც არჩევნებში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა, ისინი არიან მეორე და მესამე ადგილას. კიდევ ერთი შეკითხვა, რომელიც დავსვით და ამ შემთხვევაში თბილისის მონაცემებზე გავამახვილებ ყურადღებას და პირდაპირ კითხვას გაგაცნობთ. როგორ ფიქრობთ, ქალაქში, მუნიციპალიტეტში, სადაც თქვენ ცხოვრობთ, მე იმსახურებს თუ არ იმსახურებს ხელახლა არჩევას?
იმსახურებს ხელახლა არჩევას, ამბობს 60%, არ იმსახურებს ხელახლა არჩევას, ამბობს 37%, არ ვიცი უარი პასუხზე არის მხოლოდ 3%. ხარდაჭერის რეიტინგი კახა კალაძის მიმართ არის 60% ჩვენი კვლევის მიხედვით. იმ სავარაუდო ამორჩევლის რაოდენობა, რომელიც ამბობს, რომ არ იმსახურებს, არის 37%. კვლევა, რომლის შედეგებიც ერთად ვნახეთ ტელეკომპანია იმედის დაკვეთით საველე სამუშაოები გორბიმ 22 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს წესით გამოიკითხა საარჩევნო ხმის უფლების მქონე 2300 რესპონდენტი. მონაცემები შეწონილია როგორც პოლიტიკური, ისე დემოგრაფიული თვალსაზრისით და წარმოდგენილია სავარაუდო ამორჩევლის ჭრილში. ცდომილების ზღვარი +-3%-ია. სავარაუდო ამორჩეველს შორის.